მოკლედ გეტყვით, ეხლა მე არ დავიწყებ ეხლა ლაპარაკს, იმიტომ რომ კითხვები ალბათ დაგროვდა, ჯობია რომ კითხვა-პასუხის რეჟიმით გავაკეთოთ, ხო? ლექციის საკითხოს არ დავიწყებ, ასე რომ გისმენთ. მადლობთ მოგზაურობისთვის. პირველ რიგში მინდა გითხოთ ჩხატარაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით. ამასთან დაკავშირებით თქვენი კომენტარი, მცირე კომენტარი გავრცელდა მედიაში, თუმცა მაინც საინტერესოა. ბრძანეთ რომ შევხვდით რამდენჯერმე და იმიზნით რომ თქვენ ატარებდით ერგვა-კვლევას წინა ხელისუფლების დანაშაულებების შესწავლის მიზნით. რა გამოიკეთა ამ კვლევაში? შევეცდები უფრო კონკრეტული ვიყო ამ თემაში. ესე იგი, ეს არ იყო დამაული თემა, მაშინ თავის დროზე შეამჩნიეს ის, ესე რომ ვთქვათ, ჩემთან ოფისში მოსული და ნუ ამის შემდეგ ატყდა ერთი ამბავი, ლამის ჩემთან შემწედ გამოაცხადეს, ხო? რეალურად ეს საქმე, რაზეც გუშინის იქნა დაპატიმრებული, დიდი ხანია მიმდინარეობდა, იმ პერიოდშიც ეს საქმე აღძრული იყო და მიდიოდა ძიება, ასე რომ აქ არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა. ბუნებრივია, რომ მე მქონდა ეჭვი სერიოზული, რომ ეჭვი კი არა, ნუ პრინციპში საფუძვლიანი ეჭვი, ესე ვთქვათ, რომ კრიმინალური მეთოდებით მოქმედებდა წინა ხელისუფლება და ნებისმიერი კომპეტენტური პირის მოსაზრებების მოსმენა, ან მისგან ინფორმაციის მიღება იყო საინტერესო. თქვენ იცით, რომ მე ამ კვლევას ვატარებდი, ეს კვლევა დასრულებულია, თუმცა ის არ გასაჯაროებულა მთლიანად. და მისგან ვცდილობდი რაღაც ინფორმაციის მიღებას, ხო? ნუ ის რა თქმა უნდა დამნაშავე იყო და მე არასოდეს არ ვთვლიდი, რომ ის არ იყო დამნაშავე, ის იყო ჩვეულებრივი დამნაშავე. მისი დაპატიმრება, არ დაპატიმრების საკითხი ეს მთლიანად გამოძიების კომპეტენციაა და ეხლა ის რომ მე მას ვფარველობდი, ეს არის სრული სისულელე, რა თქმა უნდა, ეს არ ყოფილა. აი ეს იყო ყველაფერი, ეხლა უბრალოდ ერთ რამეს დავამატებდი ალბათ ყველაფერ ამას. მე არჩევნებამდე მას არ ვიცნობდი, მის არსებობის შესახებაც არ ვიცოდი, არჩევნების შემდეგ უბრალოდ ვიცოდი რა რეჟიმის, უფრო სწორედ მქონდა რა ეჭვი რეჟიმის მუშაობის ანატომიაზე. პრინციპში მისი მხრიდან ეს დადასტურებული იყო თუ როგორ იკერებოდა პოლიტიკური საქმეები და როგორ ხდებოდა, ესე რომ ვთქვათ, აი ეს როგორ მიმდინარეობდა ეს განუკითხაობის პროცესი, რაც ჩვენ უყურებთ. თვითონ ეს საქმეც, რაზეც ახლა ის არის დაპატიმრებული, ეს არის წმინდა პოლიტიკური საქმე, ყველას კარგად გვესმის. მე თვითონ ვარ მისი მხრიდან, როგორც შემსრულებლის მხრიდან დაზარალებული, მოგეხსენებათ ის თავისი მოსმენები, მე ამის დისტრიბუცია ტელევიზიაში. ბუნებრივია ის ყველაფერი ამაში მონაწილეობდა, იმიტომ რომ ინტელექტუალური შეფუთვაში ის მონაწილეობას იღებდა ყველაფერი იმისა, რაც წინასაარჩევნო პროცესში თუნდაც ხდებოდა. უბრალოდ პარადოქსი დღევანდელი ვითარების არის ესეთი, ჩემის აზრით, რომ ის იყო, ესე რომ ვთქვათ, მონაწილეობდა მეორად დანაშაულში. ანუ ფაქტიურად მისი ფუნქცია ხელისუფლებაში გახდათ მათ მიერ ჩადენილი პოლიტიკური დანაშაულის შემდგომი შეფუთვა, შელამაზება, ესე რომ ვთქვათ, ხო? ამ შემთხვევაშიც ალბათ ამ ფაქტთან მქონდა საქმე და პარადოქსი არის იმაში, რომ დღეს მოგეხსენებათ ნებისმიერ დანაშაულს ყავს თავისი დამკვეთი და შემსრულებელი. საქმე იმაში გახლავთ, რომ ის როგორც შემსრულებელი დღეს არის, ესე რომ ვთქვათ, ისჯება და სწორად ისჯება, რა თქმა უნდა, ის არის დასაჯელი, მაგრამ დამკვეთი, ხო? აი პარადოქსი ამაშია, რომ დამკვეთი ზის პარლამენტში და უტიფრად ცდილობს, რომ ჩემსკენ გამოიშვიროს ეხა ხელი, ხო? იმიტომ რომ პრინციპში ხო, ნუ დამკვეთი ნაციონალური მოძრაობის სახით ზის პარლამენტში თავს წარმოადგენს მთავარ ოპოზიციურ ძალას და ამ საქმესთან დაკავშირებით წინასაარჩევნო პროცესში ეს ხო პრევენციის მიზნით გაკეთდა რაში და პრევენცია იყო წინასაარჩევნო პროცესში ნაციონალური მოძრაობის გათეთრების მცდელობა აი ამ განუკითხაობასთან დაკავშირებით, რაც ხდებოდა. ბუნებრივია დამკვეთი იყო პოლიტიკური ძალა, ნაციონალური მოძრაობა და ნუ ეხლა ეს უტიფრობა საზღვარი არ აქვს, ამ პრინციპით არია, ხო? ცდილობენ რაღაც ამის კიდე ბრიფინგებს ატარებენ და რაღაცებს ლაპარაკობენ. დამკვეთი კიევში ეხლა კიდე რაღაც ახალ უცნაურ პროცესში ჩაერთო, აი ესენი არიან დამკვეთები და დღევანდელი სამართლის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ალბათ გახლავთ ის, რომ შემსრულებლები ისჯებიან და სწორად ისჯებიან, მაგრამ დამკვეთი ცდილობს, რომ ფეხი მოიკიდოს საომავლოდ პოლიტიკაში, რაც კატეგორიულად მიუღებელია, ეს არის ცამხრივი სამართალი გამოგვდის ჩვენ საბოლოო ჯამში. ამიტომ პროცესი სამართლიანობის აღდგენა ვერ მოხდება მანამდე, სანამ ყველა არ დაისჯება, როგორც შემსრულებელი, ასევე დამკვეთი. ამ დანაშაულის დამკვეთიც იყო ნაციონალური მოძრაობა და ყველამ ჩვენ ეს ვიცით,
თვითონ დანაშაულის ესე რომ ვთქვათ შინაარსიდან გამომდინარეობს რომ პოლიტიკური დაკვეთა იყო ესე რომ ვთქვათ შეფუთვა გაწმენდა იმ დანაშაულის რაც იქ ხდებოდა აი ეს არის მთელი ალიაბალია ამ ყველაფრის და მივიღე კიდევაც რა თქმა უნდა მე მქონდა ეს ეხა არ მithქვამს მარტო ამას ლაპარაკობ ერთ წელია ბატონო გიანოს საუბარი რა თქმა არა ეს საქმე კიდევ ერთხელ ვამბობ სანამ მე დავიწყებდი ესე რომ ვთქვათ მასთან შეხვედრებს ეს საქმე უკვე აღძრული იყო ეს თქვენ უწარმოიდგენთ რომ ეხა აღიძრა და ეხა გაიგეს ამის შესახებ ჩემი დაკავშირი ნუ ეხა დეტალები აღარ მახსოვს როგორ მოხდა დაკავშირი არაფერი კავშირი არ ყოფილა ეს იყო შეხვედრები მე მქონდა რაღაც კითხვები რაღაცაზე ის პასუხობდა რაღაცაზე არ პასუხობდა ანუ პრინციპში ის თავარ ფიგურანტებთან ანუ მე როგორც წარმომედგინა დამკვეთებს არასახელებდა ანუ რაღაცნაირად ის მაინც თვლი და რაღაც ვალდებულებები ალბათ ეხაც აქვს იმ ადამიანებთან და პრინციპში ამ ხრივ ბევრი საინტერესო არაფერი არ უთქვამს მაგრამ თვითონ სისტემურ დანაშაულთან დაკავშირებით როგორ მუშაობდა სისტემა კრიმინალურად მე ვიტყოდი ამასთან დაკავშირებით რაღაცა საინტერესო ინფორმაცია მისგან მივიღე არა ის ნუ წარმოვიდგენთ რომ ის ვიღაც ადამიანებს ასახელებდა ან ვიღაცაზე ჩვენება ესე არ იყო ნამდვილად და არც ჩემი კომპეტენცია იყო ამ კუთხით მასთან საუბარი ხო ეს იყო სამართალდამცავების რამდენადაც მე ვიცი ის იმ პერიოდში დაკითხულია და არაერთხელ არის დაკითხული საქმე მიმდინარეობდა ეხა გადაწყდა მის დაპატიმრება დააპატიმრეს აი ეს არის ბატონო გიანო ისე თუ შეიძლება გაბზანეთ არა მე არ ვიცი ეს მას კითხეთ უკვე მის ინტერესებში მე მქონდა ესეთი კომუნიკაციის სურვილი სანამ ის იქნებოდა დასჯილი მიდიოდა ძიება კიდევ ერთხელ ხარ რატო შედიოდა მის ინტერესებში ან არ შედიოდა ხო ეს ეხა ეს ბატონო თქვენ ითვლებოდით იმ პერიოდშიც და ახლაც ხელისუფლებასთან პრემიერ-მინისტრთან დაახლოებით ერთად როდესაც დავით ჩხატარაშვილი რომლის მიმართაც აღძრულია საქმე და საკმაოდ ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსანი გახდათ მოდის თქვენთან და გაბარებთ როგორც თქვენ თქვით მაშინ აღსარებას მაინტერესებს ელოდა თუ არა ის გარკვეულ ხელშეუხებლობის გარანტიებს არა ესეთ გარანტიებს არავინ არავის არ აძლევს და ვერავინ ვერ მისცემს ეს არის ხატარაში თქვენთან მოსულიყო და ეს ზუსტად ეს გითხარით მე რა მოძრავები და მე არ შეიძლება რაღაცის იმედი ქონდა მე არ ვიცი მაგრამ გარანტიები მისთვის არავის არ მიუწია და მით უმეტეს მე ვერ მივცემდი ეხლა ჩემ გავლენაზე კი ბევრი საუბარია მაგრამ ნუ ეს ძალიან სასაცილო თემაა ეხლა ну პირველ რიგში გეტყვით იმას რომ რა თავში ვიხლი მე ამ გავლენას ხო მე როგორც თავისუფალ ადამიანს გავლენა არაფერში არ მჭირდებოდა მე ნებაყოფლობით დავთმე ის ყველაფერი მე რა თქმა უნდა რაღაც გარკვეული როლი მქონდა გარკვეული გავლენაც აი იმ გაგებით რაც თქვენ საუბრობთ მქონდა მაგრამ ეს იყო ჩემი არჩევანი გავლენა ნუ წარმოიდგინეთ რომ ეს რაღაცა სარგებელია და კარგი რამე ეს არის კარგი რამე რა ეს არის ადამიანს ფაქტიურად ადამიანი აყავს მძევლად ხელისუფლებით ძალაუფლებით კბობა ეს არის ყველაზე დიდი გამოცდა რაც ადამიანმა შეიძლება ჩააბაროს ცხოვრებაში. არც მაშინ ვიხლიდი თავში ამ ყველაფერს და ეხლა მით უმეტეს მე ეს არაფერში არ მჭირდება. მე დღეს ვარ თავისუფალი ადამიანი, არა ვარ სისტემის ჭანჭიკი და ბევრად უკეთესად ვგრძნობ თავს. ის რომ მას რაღაც გარანტიებს ვინმე აძლევდა, ეს ესე არ ყოფილა და ვერც ვერავინ ვერ მისცემდა. საქმე იყო ძიებაში. დღეს ის გავიდა ფინალურ ეტაპზე, როგორც ჩანს, ეს გამოძიების კომპეტენცია მე ამაში არასოდეს არ ჩავრეული ვარ და დეტალები ამ საქმის მე არც ვიცი სიმართლე გითხრათ. მე მაინტერესებდა უფრო სისტემურად, ანუ მაკროხედვით მაინტერესებდა თუ რა ხდებოდა იმ პერიოდში. ის იყო ერთ-ერთი რგოლი ამ დანაშაულის, ამ სისტემური დანაშაულის, მე ვიტყოდი, მაგრამ ის იყო შემსრულებელი. შემსრულებელი რომ ისჯება ჩვენ თუ ვერ მოვახერხეთ დამკვეთის დასჯა, ხო? ეს არ იქნება სამართლის აღსრულება საბოლოოდ და ეს პროცესი როგორც ჩანს ჩვენ წინ გველოდება. დიახ, ბატონო, ამ თემის გაგრძელება პრაქტიკულად, ანუ ამ ადამიანის სახელი იგივე ადეიშვილთან ერთად ყოველთვის ფიგურირებდა და უკავშირდებოდა, თქვათ, იგივე ადამიანთა წამების ფაქტებს ყოველთვის ახსენებდნენ, ხო, ამ ადამიანს, მაგრამ ყველა ვიცით, რომ ერთი წლის განმავლობაში ჩვეულებრივად ხელშეუხებლად ეს ადამიანი მუშაობდა. ხელშეუხებელია, ძიება მიდიოდა. მოდიში ხო დავასრულებ, ანუ თქვენი სახელი ეს კიდევაც გაიჟღერა მის ფარველობასთან დაკავშირებით და კიდე ლაშა ნაცვლიშვილი კიდევ ერთხელ გეუბნებით. ეს რაღაცნაირად დაემთხვა, ანუ როგორ დაუკავშირდით დაცვა ლაშა ნაცვლიშვილია თანამდებობაზე, არ თქვენ და სწორედ მაშინ თქვენ გაქვთ უფლება ისევ გავლენების, ესე რომ ვთქვათ, თეორიას მიყვეთ, ხო? მე ამაზე ახლა კამაც ვერ დავიწყებ, ხო? ისევ თქვენ ავითარებთ გავლენების თეორიას.
მე 2 ოქტომბერს თქვი ჯერ კიდევ რომ გასული ვარ და ნუ ბოლო საბედნიეროდ 3-4 თვის წინ მოვახერხე და საბოლოოდ დისტანცირება მოვახდინე ამ ყველაფერთან, ხო? ეხლა მფარველობა მისი არ ხდებოდა, ძიებას აქვს თავისი განვითარების ლოგიკა. ადეიშვილი იყო ხელმიუწვდომელი, არასრულფასოვანი იქნებოდა. ეხლა არ ვიცი ეს გამოძიების ტაქტიკის საკითხია. მე უარყოფ რომ რაიმე ტიპის მფარველობა ჩემი მხრიდან იყო, მე ის 6-7 თვეა, ეს გრძელდებოდა 1-2 თვე ალბათ, რამდენიმე შეხვედრა ქონდა ჩვენ. იმის შემდეგ მე მისი ასავალ-დასავალიც არ ვიცი ეხლა რა. მე სიმართლე გითხრათ დაპატიმრებული მეგონა დიდი ხანია უკვე და გუშინ გავიგე რომ ეხლა დააპატიმრეს. არც დავინტერესებული ვარ, ხო? მე ჩემი ამოცანა რაც მქონდა, ის ამოცანა შევასრულე. ის რომ მე რაღაცაში ის გამოვიყენე, ესეც არის აბსურდი. მე უბრალოდ მას მოусმინე, რისი თქმაც უნდა ის თქვა, რისი თქმაც არ უნდა ის არ თქვა. რაც თქვა, ის ჩემთვის იყო საინტერესო. აქედან მე გავაკეთე, უпроსწორედ მე მივიღე დადასტურება იმისა, რაც ვიცოდი, რომ სააკაშვილის რეჟიმი იყო კრიმინალური, ეს ადამიანი იყო იმ სისტემის მსახური, გარკვეულწილად იყო მსხვერპლი რეჟიმის, იმიტომ რომ მისი ინტელექტუალური პოტენციალი პოზიტიურად შეიძლებოდა გამოყენებულიყო ნორმალურ ქვეყანაში, მას ეს პოტენციალი ნამდვილად აქვს. მაგრამ ის არის ჩვეულებრივი დამნაშავე, ხო? დამნაშავეს ექცევიან ისე, როგორც ექცევიან. და არ შეიძლება მე თვითონ ვარ მისი მსხვერპლი, მისი ნამოღვაწარის მსხვერპლი. როგორ შეიძლება რომ მე მასთან რაიმე კავშირი მქონოდა, ხო? იმ პერიოდში ყველაფერი რაც საშინელება ხდებოდა და ჩემს თავზეც, თქვენ გახსოვთ ეს ყველაფერი, ხო? ჩემს თავზეც ის თანამონაწილე იყო იმ ყველაფრის. ეხლა როგორ შეიძლება მე რომ რაღაცნაირად მაგრამ გარკვეულწილად ჩემთვის შემსრულებელი არის ნაკლები დამნაშავე ვიდრე დამკვეთი, იმიტომ რომ თუ არ არსებობს დაკვეთა, ბუნებრივია ვერ იქნება შესრულება. და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, პარადოქსი დღევანდელი სამართლის გახლავთ ის, რომ დამკვეთი ესე რომ ვთქვათ, აცხადებს თავს მთავარ ოპოზიციურ ძალად, შემსრულებლები მიდიან ციხეში, ეს სწორია, მაგრამ დამკვეთის გასამართლების პროცესი ჩემის აზრით არის დასაწყები და დასამთავრებელი. ბატონ გეთ, სხვა ყოფილ მაღალჩინოსებს, ანუ იგივე შემსრულებლებთან თუ ქონდათ საუბარი ჩხატარაშვილის გარდა, აი ამ კვლევის ფარგლებში, რომელზეც თქვენ რა თქმა უნდა მქონდა. შეგიძლიათ დაგუზავნოთ? არა, ნუ ეხლა ეს ძალიან შორს აგვიყვანს. კარგი, გასაგები სხვა თემებსაც შევხვდეთ, გასაგებია თქვენ სამართლიანობის აღდგენის პროცესით უკმაყოფილო ხართ? არა, უკმაყოფილო დამკვეთები არ არიან დასჯილი, ამაზე საუბრობთ. ამას ჰქონდა თავისი ობიექტური მიზეზები თუ საპრეზიდენტო არჩევნებამდე რატო იყო ეს შეუძლებელი? ამას ჰქონდა თავისი პოლიტიკური მიზეზები, ობიექტური მიზეზები და მე ვფიქრობ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, როდესაც ის რისკები, რაც მანამდე ელოდებოდა ქვეყანას, უკვე ესე რომ ვთქვათ, გამქრალია, ჩვენ შეიძლება ნელ-ნელა საზოგადოებამ არა დაჭერის მიზნით ვიღაცის, ხო? ამაზე არ არის საუბარი, არამედ პოლიტიკური ვერდიქტის გამოტანის მიზნით, ხო? ჩვენ დამკვეთზე უნდა ვილაპარაკოთ. თუნდაც ჩხატარაშვილის დანაშაული არის მეორადი დანაშაული, რაც მოყვა სისტემურ დანაშაულს კრიმინალური რეჟიმის მიერ ჩადენილს, ხო? ეხლა როგორ წარმოგიდგენია ჩხატარაშვილს რომ დასჯი და ვინც მას უთხრა, რომ აი შეფუთე და რაღაცა გააკეთე, მოიფიქრე და მან რაღაც საზღვრება მოიფიქრა სხვებთან ერთად, ხო? ეხლა როგორ გონიათ თუ დამკვეთი კიდე პარლამენტის ტრიბუნიდან ტლიკინებს და ეს ადამიანი ციხეში ზის, ეს არის სრულფასოვანი სამართალი? საფუძველი იგივე ადეიშვილზე, ანუ მე ადეიშვილი არის დამკვეთი, სისტემა თვითონ ნაციონალური ეს იყო პოლიტიკური დაკვეთა. საქმე რაშია, იცით, ეს არის პოლიტიკური დაკვეთა. თქვენ როგორ გონიათ ეს დავალება ადეიშვილმა მას სააკაშვილის გარეშე მისცა? ეს იყო პოლიტიკური ინტერესი, იყო წინასაარჩევნო პროცესი და ბოლო ეტაპი წინასაარჩევნო პროცესის მათ მიიღეს საიდანღაც თავისი აგენტურის მეშვეობით ინფორმაცია, რომ არსებობდა რაღაც კადრები და პრევენციის მიზნით ჩაიდინეს მეორადი დანაშაული. ამაში მიიღო ჩხატარაშვილმა მონაწილეობა, ის დღეს ისჯება ამისთვის და ეს სწორია, მაგრამ ვინც ეს დაუკვეთა, ჩვენ თვალი დავხუჭოთ ამაზე? ეს სწორია? ცოტა სხვა თემებსაც რო შევეხო. კი ბატონო, რაზეც გინდა.
რომლის განმავლობაში გახილვა კოდექსის ხვალიდან უკვე პარლამენტში იწყება აქტიურად გახილვა. თქვენი პოზიცია როგორია ამ კოდექსთან დაკავშირებით? რა შენიშვნები გაქვთ ბოლოს აიძულებს იმ თავად პრეტენზიებს იზიარებთ თუ არა რა პრეტენზიები? რა არის იცით ეს საერთოდ დამკვიდრდა საქართველოში ესეთი განხილვა თემების, ხო? ჩვენ მუდმივად საქმე გვაქვს ორ მონოლოგთან და მხარეები არ არიან განწყობილი, მაინც და მაინც ერთმანეთს უსმინონ და დრამატიზებას ახდენენ სიტუაციის ერთი მხრიდან და მეორე მხრიდან. რეალურად ამ კოდექსის ირგვლივ შინაარსობრივი საუბარი სავსებით შესაძლებელია. ამ კოდექსს შეხების წერტილები ნამდვილად არის და სისტემურ წინააღმდეგობას მე მხარეების პოზიციებს შორის ვერ ვხედა. უბრალოდ უნდა მოხსნათ დრამატიზება და კონსენსუსის მოძებნა არის ძალიან ადვილი, ხო? ის რომ ქვეყანა იყოს მთლიანად უნიტარული და ვიღაცამ ესე იგი საფრთხე დაინახოს თვითმმართველობის განვითარებაში, მე ამას კატეგორიულად არ ვიზიარებ და თუ არსებობს რაღაც ტიპის რისკები, რომ თვითმმართველ ერთეულებს ჰქონდეთ მაქსიმალური ავტონომია, ხო, ამის გათვალისწინება საერთო ფარგლებში ყოველთვის შეიძლება. აქედან გამომდინარე, მე უბრალოდ ყველას ურჩევდი, რომ გადავიდეთ დიალოგის რეჟიმში და ვისწავლოთ ერთმანეთის მოსმენა. ძალიან მარტივად შეიძლება აქ შეთანხმებების მიღწევა და მე ვფიქრობ, რომ ესეც იქნება. რადგან მდგომარეობას სოლიდური თანხა 600 მილიონზე მეტი არის გარღვევა ბიუჯეტში. რას უკავშირებთ არის საუბარი რომ სახელმწიფო იღებს შიდა ვარცაც, რას უკავშირებთ თქვენ ამას? ამდენად შეიძლება ექსპერტების ნაწილი ამბობს, რომ მომავალი წელი იქნება ეკონომიკურად საკმაოდ რთული და ის დაპირებები, რომელიც ქართულმა ოცნებამ გაცეს თავის დროზე, იმდენად არარეალური იყო, რომ დღეს აი ამის დავიწყოთ იქიდან, რომ ქართული ოცნების დაპირებების დიდი ნაწილი უკვე შესრულებულია, ხო? მით უმეტეს ქვის სროლა, ესე რომ ვთქვათ, ისეთი ადამიანებისგან, რომლებიც იმის ნახევარს არ ასრულებდნენ, ცოტა არ იყოს არასამართლიანია, მაგრამ ამას გავანებოთ თავი. რაც შეეხება ამ პრობლემებთან დაკავშირებით, ამას აქვს თავისი ობიექტური და სუბიექტური მიზეზები, ხო? რაც შეეხება ობიექტურ მიზეზებს, მოგეხსენებათ, რომ სააკაშვილის ხელისუფლება მართავდა ეგრეთ წოდებული ნომენკლატურული კაპიტალიზმის პრინციპით, როდესაც მთელი ეკონომიკა იყო ინტეგრირებული ხელისუფლებაში, იქმნებოდა ვირტუალური კეთილდღეობის საპნის ბუშტი, რომელიც ადრე თუ გვიან გასკდებოდა, იმიტომ რომ ის არ ემყარებოდა საბაზრო ეკონომიკის ორ ძირითად პრინციპს. ეს არის პოლიტიკური რისკების ჩამოშორება ეკონომიკურ პროცესს ერთის მხრივ და მეორეს მხრივ კონკურენტული გარემოს უზრუნველყოფა. არც ერთი პირობა და არც მეორე არ იყო დაცული. მთლიანად ეკონომიკური აქტივობა იყო ხელისუფლების პირდაპირი მონაწილეობით, რაც აბსოლუტურად ეწინააღმდეგება თავისუფალი ბაზრის პრინციპებს. ვირტუალურად ყველაფერი იყო კარგად, მაგრამ ეს იყო საპნის ბუშტი, რომელიც ადრე თუ გვიან გასკდებოდა, ხო? იმისათვის, რომ დაიწყოს ახალი ეკონომიკის მშენებლობა საბაზრო ეკონომიკის პრინციპებზე დამყარებული, ხო? ამისათვის საჭირო იყო გარკვეული რეორგანიზაცია ამ ურთიერთობების, ეკონომიკასა და ხელისუფლების შორის დამოკიდებულებების მთავარი პრინციპების ცვლილება. ამას სჭირდებოდა მოსამზადებელი პერიოდი. ამ პერიოდში ხდებოდა ესეთი რაღაცა, რომ ეკონომიკური მოთამაშეები, ბიზნეს მოთამაშეები, რომლებიც შეჩვეულები იყვნენ ხელისუფლებაზე მიბმულად მუშაობას, გარკვეული დაძაბულობა მათ შორის იყო, იმიტომ რომ ისინი ვერ გაერკვენ, მათ დაკარგეს ერთი პატრონი და ვერ იშოვეს ახალი პატრონი, იმიტომ რომ ახალი ხელისუფლება ეუბნება, რომ წადი იმუშავე, ხო? ანუ ეს მეგობრობა, ბიზნესმენიშვილს არაერთხელ უთქვას, რომ მეგობრობა ბიზნესსა და ხელისუფლებას შორის დამთავრდა. წადი იმუშავე საბაზრო პრინციპებით კონკურენტულ გარემოზე, მაგრამ არა მონოპოლიებით, არა ხელისუფლებასთან გარიგებებით და ასე შემდეგ, ხო? ბუნებრივია, მათაც გაუჭირდათ ახალი თამაშის წესების აღქმა. შეიძლება უნდობლობაც იყო, იმიტომ რომ ერთია პოლიტიკოსი რას ამბობს სიტყვით და მეორეა რას აკეთებს და აი ამ ყველაფერმა გამოიწვია შეკუმშვა საინვესტიციო რისკები გაზარდა გარკვეული პერიოდით და შეკუმშვა ინვესტიციების რაღაც მოლოდინის რეჟიმში გადავიდა ყველაფერი. მე ვფიქრობ, დღეს მდგომარეობით ყველაფერი უკვე ეს ყველაფერი გადალახულია. ანუ ეს მოსამზადებელი პერიოდი გავლილია. ძალიან პრინციპულია დღეს ჩემის აზრით, როგორ დაიწყებს მუშაობას თანაინვესტირების ფონდი, იმიტომ რომ თანაინვესტირების ფონდი უნდა გახდეს გარანტი ინვესტიციების დაცვის ამ ქვეყანაში. საკმაოდ დიდი კაპიტალი აქვს ჩადებული და ეკონომიკა უახლოეს პერიოდში აუცილებლად აკრიფავს, ესე რომ ვთქვათ, ბრუნებს.
ეს პრობლემები რაც იყო, რა თქმა უნდა პრობლემაა, მაგრამ აქაც დრამატიზება არ ღირს, ხო? ჩვენ უწარმოვიდგენთ იმას, რომ ბიუჯეტია, მთავარი დიდი ბიუჯეტია მაჩვენებელი ეკონომიკური განვითარების. ხშირ შემთხვევაში ისეთ ქვეყნებში, როგორიც საქართველოა, დიდი ბიუჯეტი პირიქით უფრო დამაზიანებელია ეკონომიკის განვითარებისთვის, ვიდრე მისთვის რამე სარგებლის მომტანი, იმიტომ რომ დიდი ბიუჯეტი იწვევს ეკონომიკიდან ფულის ამოქაჩვას, ანუ ეკონომიკური ბრუნვიდან და ეს ეკონომიკისთვის პრობლემაა. რაც შეეხება იმას, რასაც თქვენ ამბობთ, ხო? ეს ყველაფერი იყო ვირტუალური კეთილდღეობა. ჯოხის ქვეშ ხდებოდა ეს ეკონომიკური ვარდნა, ყალბი უბრალოდ ზრდა. ყალბი იყო ეს ყველაფერი, ინფრასტრუქტურული პროექტებით და ამ შემდეგ, ხო? რაც ძალიან მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურული პროექტები. ერთის მხრივ, მაგრამ ინფრასტრუქტურულ პროექტებში ფულის ჩადება ეს არის პირდაპირ და გადატანითი მნიშვნელობით, ესე რომ ვთქვათ, მიწაში ფულის ჩადება, ხო? რაც საჭიროა, მაგრამ მთავარი მაინც არის ეკონომიკის რეალურ სექტორში ინვესტირება, ანუ ფულმა უნდა დაიწყოს მუშაობა, ბრუნვა. ანუ კვლავწარმოების ელემენტები უნდა შემოვიდეს, ანუ ფული არ უნდა იდებოდეს მხოლოდ მიწაში, კარგი ასფალტი ეკონომიკურ კეთილდღეობას ვერ უზრუნველყოფს, ხო? ირიბად, რა თქმა უნდა, ეს არის აუცილებელი, მაგრამ პირდაპირ ვერ უზრუნველყოფს ამას, ვერ ასაქმებს გრძელვადიანად ადამიანებს და შესაბამისად სისტემა არის არასტაბილური. მე ვფიქრობ, რომ ეხა დადგა დრო, როდესაც ეს პროცესი მაღალი ტემპით უნდა დაიწყოს და მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი იქნება კარგად. ზოდელავასთან დაკავშირებით ზოდელავა ვინ არის? ნუ რა არის ისეთი, ეხლა მე ზოდელავა იყო გენერალური პროკურორი. მან ჩაატარა 2 ურთიერთგამომრიცხავი ბრიფინგი იმ დღეს, ხო? ეხლა ის რომ ზოდელავა მე ეხლა გამიკვირდა გუშინ უყურებდი და თითქოს იქ მისული იყო მეგობრის მხარდასაჭერად, ხო? ეხლა როგორ შეიძლებოდა ჩხატარაშვილს ჩაედინა ეს დანაშაული და ზოდელავა რა იყო ამ დროს? ზოდელავა არ არის თანამონაწილე ამ დანაშაულის. ჩემის აზრით თანამონაწილეა, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში მან შეფუთა ეს დანაშაული თავისი ბრიფინგებით, ხო? ეს ცოტა არ იყოს ისე თვალში ცუდად მოხდა გუში, რას ნიშნავს ეს ყველაფერი? რომ ზოდელავა ის არის, რა ქვია, როგორც რუსები იყვნენ, სევძირმე ბელანფრაკე, ესე არ გამოდის. ის იგივე ქაქშიზის, როგორ რაშიც ადეიშვილი და ჩხატარაშვილი და სააკაშვილი თუნდაც.